კვირის თემა ოკუპირებულ აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში დე-ფაქტო ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ამავდროულად რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აფხაზეთის ოკუპაციას. მაშინ როცა ენგურსაკეთ საქართველოში აფხაზეთის დაკარგვის ტრაგიკულ დღეებს იხსენებდნენ და პატივს მიაგებდნენ ომში დაღუპულ მამულიშვილებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე-ფაქტო ხელისუფალნი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობდნენ. სოხუმში ეს დღე თეატრალიზებული კონცერტით აღინიშნა, რომელიც აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართა. ეგრეთ წოდებული გამარჯვების ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში ჩავიდნენ დელეგაციები ნაურუდან, დონეცკიდან და თათრეთის რესპუბლიკებიდან. აფხაზ ხალხს და რაულ ხაჯიმბას დამოუკიდებლობის დღე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა. რამდენიმე დღით ადრე კი ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელშიც 800-ზე მეტმა რუსმა და ოსმა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა. ცხინვალში არაღიარებული რესპუბლიკების აფხაზეთის ლუგანსკისა და დონეცკის დელეგაციებიც იმყოფებოდნენ. აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე ქართულ მხარეს მათთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ მოუწოდა და იქვე დაამატა, რომ სოხუმი და ცხინვალი მიმართული არიან რუსეთთან კავშირების გამყარებისკენ, რაც მათი ეკონომიკისთვის უკიდურესად აუცილებელია. ქართული მხარის განცხადებით კი დროა აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა გააცნობიერონ, რომ იქ მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესის შედეგად კარგავენ საკუთარ იდენტურობას და მათი ლიდერების განცხადებები დამოუკიდებლობის შესახებ ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. საკმაოდ ბევრი დრო გავიდა იმისათვის, რომ რეალური შეფასება მოხდეს მათ შორის აფხაზურ საზოგადოებაში თუ რა სიტუაციასა და პროცესთან აქვთ მათ საქმე. ამას არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან, ვერ ექნება ეს ფაქტი, ვერ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. თქვენ იცით, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აქვს სრული მხარდაჭერა გამონაკლისის გარდა. ფაქტობრივად რუსებს ხელში აქვთ ჩაგდებული და დამატებით ხელში იგდებენ ყველა მნიშვნელოვან ობიექტს, საკუთრებას. იქ არის რუსული ენა, რუსული ვალუტა, აბსოლუტურად მთლიანად რუსულ სივრცეში არის ფაქტობრივად უკვე აფხაზეთის რეგიონი და ცხინვალის რეგიონი, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსულ ბაზებზე და სხვადასხვა კონტინგენტზე. ამიტომ ვფიქრობ, ეხლა არის სწორედ დრო იმისა, რომ დაფიქრდეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აცნობიერებს, რომ რეალურად თუ კი ისინი რამეს კარგავენ ამ პროცესში, ეს არის სწორედ ის, რისთვისაც თითქოს დაიბრძოდნენ ეს საკუთარი იდენტურობა და ამაზე იზრუნონ, რომ ეს მათი იდენტურობა იქნა შენარჩუნებული, რეალურად მომავალში გავჩნდეთ მეტი შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობები უკავშირდება სწორედ საქართველოში, ერთიან სახელმწიფოში, ევროპული ყაიდის სახელმწიფოში თანაცხოვრებას. ყველა განცხადება მით უმეტეს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ასევე არის იმ კონიუნქტურის ნაწილი, რა კონიუნქტურის პირობებშიც არსებობს ეს ორი რეგიონი. მათ სხვაგვარად საუბარი არ შეუძლიათ, ბუნებრივია, ალბათ ესეც გასაგებია ჩვენი მხრიდან, თუმცა რეალურად, რა თქმა უნდა, მათ ყველაზე კარგად იციან, რომ სინამდვილეში სოხუმი და ცხინვალი ძალიან შორს არიან რეალური დამოუკიდებლობისგან და შეიძლება დღეს უფრო შორს არიან, ვიდრე იყვნენ მოსკოვის მხრიდან ამ დამოუკიდებლობის აღიარებამდე. ელემენტარულად ეს ამ ქვეყნების წყალებში მაცხოვრებლებს აქვს უამრავი პრობლემა, იგივე საზღვარგარეთ წასვლასთან დაკავშირებით. ყოფით დონეზეც კი იმდენად დიდი პრობლემები ექმნებათ მათ გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, რომ ამის შემდეგ შეუძლებელია ვისაუბროთ რამე სუვერენიტეტზე სერიოზულად. რუსეთი კი თავის მხრივ აფხაზეთის ოკუპაციას განაგრძობს. აფხაზეთში რამდენიმე სანატორიუმი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ რუსლან ცალიკოვმა განუცხადა. ოფიციალური თბილისი აფხაზეთში მდებარე სანატორიუმების რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესს ოკუპაციის ნაწილად მიიჩნევს და ამ გადაწყვეტილების უკანონობაზე საუბრობს. ცხადი არის აბსოლუტურად უკანონო და არალეგიტიმური, არღოს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, არამედ საერთაშორისო სამართალს და ნორმებს, ამიტომ მას ეს ლეგიტიმურობა არ აქვს. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს სანატორიუმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე აღირიცხა, ხა კიდევ ერთხელ მიანიშნებს რუსეთის რეალურ ინტერესებს, ამ ოკუპაციის რეალურ სახეს, მათ შორის აფხაზებისთვის
ფაქტობრივად ამ რეგიონში დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს რუსიფიკაცია. თუ ესეთი ტენდენცია მართლაც გამოიკვეთა, ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსეთი და უფრო კონკრეტულად რუსეთის სამხედრო გენერალიტეტი, როგორც ხშირად უწოდებენ, ცდილობს სრული კონტროლი დაამყაროს. ეს ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის სამხედრო სფერო ზუსტად, რომელიც კონკრეტულად, ასე ვთქვათ, ამყარებს კონტროლს აფხაზეთზე, აფხაზეთის ინფრასტრუქტურაზე და აი თუ ეს უკვე შეეხება სამოქალაქო ობიექტებსაც, ეს ალბათ თვითონ აფხაზებისთვისაც უნდა იყოს ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრინციპში ისინი ექცევიან უკვე ტოტალური ფაქტიურად სამხედრო ოკუპაციის ქვეშ. არჩევანი არ არის დიდი ამ შემთხვევაში ქმედებებისა თუ რა რომლებსაც შეიძლება მიმართოს ქართულმა მხარემ. ალბათ კიდევ ერთხელ შეიძლება აღვნიშნოთ საერთაშორისო ძალისხმევის საერთაშორისო ყურადღების კონცენტრირების გაძლიერება აფხაზეთისკენ.